სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ და ვამთავრებთ დღეს ჯონ მაკარტურის წიგნის რატომ ერთი გზის წაკითხვას, აუდიო წიგნა ჩაწერას. შეხსენებისათვის ეს იქნება მე-7 თავი და აქ იქნება განხილული მე-6 საკვანძო სიტყვა, პრინციპი, რომელსაც ჯონ მაკარტური ამბობს, რომ აუცილებელია ქრისტიანული სოფხედელობის ჩამოსაყალიბებლად, რათა ჩვენ წინააღმდეგობა გაუწიოთ იმ შემოტევებს, რომელიც თანამედროვე სამყაროში გვაქვს პოსტმოდერნიზმის სახით, რომელიც შეიჭრა ეკლესიაშიც, რომელიც არ ცნობს ერთ კონკრეტულ ჭეშმარიტ ობიექტურობას და ყველაფერთან ტოლერანტობას გვთავაზობს. როცა ამ დროს არანაირად ტოლერანტული არ არიან ქრისტიანობის მიმართ, რომელიც ექსკლუზიურია ამ ინკლუზიურ სამყაროში. ჩვენ, ესე იგი, 6 პრინციპს კიდევ გაგახსენებთ მე. პირველი იყო ობიექტურობა, შემდეგი იყო რაციონალობა, შემდეგი იყო ჭეშმარიტება, შემდეგი იყო ავტორიტეტულობა, რომ ავტორიტეტია ღმერთის სიტყვა და გუშინ ჩვენ განვიხილეთ შეუთავსებლობა, რომ შეუთავსებელია ნებისმიერ სხვა იდეასთან, ან ცდომილებასთან, რომ ღმერთის სიტყვა ერთადერთია, ჭეშმარიტია და მას არ შეუძლია დიალოგშიც კი შევიდეს, რათა მოიძებნოს რაღაცა კომპრომისი დიალექტიკის მეშვეობით, ხომ? და რაღაცა სინთეზი მოხდეს. არანაირად. ეს არის თეზა, რომელიც უცვლელია და მას ანტითეზა არ შეიძლება ქონდეს. ესე ჩემი სიტყვებით რომ გადმოვცეს და დღეს ჩვენ განვიხილავთ პატიოსნებას, უმციკლოება, უბიწოება, ინტეგრიტი, შეიძლება ესე გადაითარგმნოს, მაგრამ მე დავტოვე პატიოსნებად და შიგადაშიგ თარგმნებში თქვენ მოისმენთ უბიწოებას, უმციკლოებას, რომელიც აუცილებლად უნდა ახასიათებდეს ჩვენს მსახურებას, ქრისტიანის მსახურებას. ერთია რომ ღმერთი არის უბიექტური, უმციკლო, წმინდა და ამავე დროს ჩვენც მისი მქადაგებლები, ადამიანები, ვინც ჩემულობს ან არის იმ პოზიციაზე, ზუსტად ანალოგიურადაც უნდა ყველანაირად შეესაბამებოდეს ამ სტანდარტებს და ჯონ მაკარტურს თავისი ცხოვრებიდან მაგალითსაც მოიყვანს. ასე რომ მოდით მოусმინოთ და ამით ჩვენ დავამთავრებთ ამ წიგნს. რატომ ერთი გზა? ეს არის ძალიან როგორ ვითქვათ, პირველი თავი თუ გახსოვთ, ჯონ მაკარტურმა დაიწყო იმითი, რომ დღეს უკვე განსხვავებულად წარსულში მისი ყველაზე დიდი გამოწვევა ეკლესიის იყო მოდერნიზმი, მეცნიერება, ფაქტების არსებობა. დღეს უკვე ეს აღარ არის პირველი, რომელიც უპირისპირდება ქრისტიანობას, არამედ არის პოსტმოდერნიზმი, რომელიც უარყოფს მოდერნიზმის კანონებსაც კი და ყველაფერს აბსოლუტურად ყველაფერს თავყირა აყენებს. და აქ ეკლესია და სამყარო როგორ ურთიერთობაშია, ჯონ მაკარტური ესე იხილავს. სათაური გახსოვთ ამ წიგნის ექსკლუზიური პრეტენზიის დაცვა ინკლუზიურ სამყაროში. გესმით, ისეთი სამყარო, რომელიც ყველანაირად შეზავებას, ტოლერანტობას, მიმტეულობას გვთავაზობს. ამ დროს, კიდევ ვიმეორებ, არ არის მიმტევებელი, არ არის ტოლერანტი თავად ქრისტიანობის მიმართ, იმიტომ რომ ქრისტიანობაა ერთადერთი, რომელიც აცხადებს მთლიან აბსოლუტურ სრულ ექსკლუზიურობას. ახლა მოვისმინოთ ეს მე-6 საკვანძო სიტყვა ამ მე-7 თავში, რომელსაც პატიოსნება ქვია. ჯონ მაკარტური ხსნის იგავების მე-11 თავის მე-3 მუხლით. წრფელთ უბიწოება წარუძღვება, მოღალატეთ კი ორგულობა გაანადგურებს. ბიბლიური მსოფლმხედველობის არსებითი პრინციპების სიას ავსებს სიტყვა პატიოსნება. ეს ბუნებრივად გამომდინარეობს ყველა წინა პრინციპიდან, რადგან ქრისტიანობა ასე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჭეშმარიტებას. უნდა ვაღიაროთ, რომ პატიოსნება არსებითი სათნოებაა, თვალთმაქცობა კი საშინელი მანკიერება. პატიოსნება ყველა მსახურებისათვის აუცილებელი ბიბლიური კვალიფიკაციაა. ახალ აღთქმაში ეკლესიის ლიდერების კვალიფიკაციის ყველა სიაში ერთი მოთხოვნა ლიდერობს. ადამიანი, რომელიც ეკლესიაში ნებისმიერ თანადოებას დაიკავებს, უნდა იყოს უმციკლო და მას მოყავს 1 ტიმოთეს მე-3 თავი. მე ზაგითხოვთ რამოდენიმე მუხლს, 1 და 12-მდე. სარწმუნოა სიტყვა თუ ვინმეს ეპისკოპოსობა სურს, კეთილი საქმე სურს, მაგრამ ეპისკოპოსი უნდა იყოს უმციკლო, ერთი ცოლის ქმარი, ფრთხილი, აზრიანი, წესიერი, სტუმართმოყვარე, განმსწავლელი,
არა ლოთი, არა მოჩხუბარი, არამედ შემწყნარე, თვინიერი და არა ფულის მოყვარული. თავის სახლის კარგი მართველი, რომელსაც შვილები მორჩილებაში ყავს ყოველგვარი ღირსებით. რადგან თუ ვინმემ საკუთარი სახლის მართვა არ იცის, ღვთის ეკლესიაზე როგორ გაიზრუნებს? ნურც ახალმოქცეული იქნება, რათა არ გაამაყლეს და ეშმაკის სამსჯავროში არ მოხვდეს. ასევე კარგი მოწმობა უნდა ქონდეს გარეშეთაგან, რათა გასაკიცხი არ გახდეს და ეშმაკის მახეში არ აღმოჩნდეს გაბმული. დიაკვნებიც პატიოსნები უნდა იყვნენ არა ორპირნი, ღვინოს ნაკლებად მიძალებული, არა ანგარნი, რათა წმინდა სინდისში ინახავდნენ რწმენის საიდუმლოებას. ესენიც წინასწარ უნდა გამოიცადონ და შემდეგ თუ ბიწონი იქნებიან იმსახურონ. ცოლებიც ღირსეული უნდა იყვნენ, არა მამეზღანი, კდემა მოსვლი და ყველაფერში ერთგული. დიაკვანიც ერთი ცოლის ქმარი იყოს, შვილებისა და თავის სახლის კარგი მართველი. და ასევე მოყავს ტიმოთეს, უკაცრავად ეს იყო ტიმოთეს 3:1-2 და ტიტესთან პირველი თავიდან მოყავს კიდევ ადგილი ჯერ მაგარც. იმიტომ დაგტოვე კრეტაში რომ დაასრულო დასასრულებელი და ხუცესები დააყენო ყველა ქალაქში, როგორც მე დაგავალე. თუ არის ვინმე უმწიკლო ერთი ცოლის ქმარი და ყავს მორწმუნე შვილები, გარყვნილებასა და ურჩობაში ბრალ დაუდებელნი. ვინაიდან ეპისკოპოსი უნდა იყოს უმწიკლო, როგორც ღვთის სახლმმართველი, არა თვითნება, არა გულფიცხი, არა ლოთი, არა მოჩხუბარი, არა ანგარების მოყვარული, არამედ სტუმართ მოყვარე, სიკეთის მოყვარული, აზრიანი, მართალი, წმინდა და თავშეკავებული. სარწმუნო სიტყვის მიმდევარი, მოძღვრების მიხედვით, რომ საღი მოძღვრებით შეეძლოს შეგონება და მოწინააღმდეგეთა მხილება. და ჯონ მაკარტური აგრძელებს. ბიზნესში წარმატება საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარი. ან კიდევ სხვა მიწიერი ნიჭები. არ არის ეს თვისებები, რაც მოეთხოვება იმ ადამიანს, ვისაც ეკლესიაში ლიდერობა სურს. ეკლესიის ლიდრობის ყველა დონეზე უზენაესი და პირველადი კვალიფიკაცია პატიოსნება, ჭეშმარიტების სიყვარული, მისი პრაქტიკულად გამოყენების თანმიმდევრულობა. ამ პრინციპის იგნორირება ნიშნავს იმ აღმატებული სტატუსის შეწირვას, რომელსაც ქრისტიანები ჭეშმარიტებას ვანიჭებთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ჩვენ ნამდვილად გვჯერა რომ წმინდა წერილის ობიექტური, რაციონალურად გაგებული ჭეშმარიტება არის როგორც ავტორიტეტალური, ასევე შეუთავსებელი შეცდომასთან, რადგან ბიბლია ცოცხალი ღმერთის ერთადერთი სიტყვაა, ჩვენის არა მხოლოდ უნდა ვიქადაგოთ იგი თეორიულად, არამედ ჩვენ ასევე პრაქტიკულადაც უნდა ვიცხოვროთ მისით. არ არის საკმარისი მხოლოდ სიტყვიერი მსახურება. თუ ჩვენ გულწრფელად გჯერა, რომ ბიბლია ღვთაებრივი ჭეშმარიტებაა, უნდა გჯეროდეს ისიც, რომ ის ასევე შეაღწევს ჩვენ ცხოვრებაშიც და მსახურებაშიც. სხვაგვარად ცხოვრება ამ ჭეშმარიტების უარყოფის ტოლფასია. ადამიანები, რომლებიც სხვაგვარად ფიქრობენ, შეიძლება აცხადებდნენ, რომ იცნობენ ღმერთს, მაგრამ საქმეებით უარყოფენ მას, არიან საზიზღრები, ურჩევი და ყოველგვარი კეთილი საქმეებისათვის უარგისები. ისევ ტიტეს უხმობს ჯონ მაკარტური 1:16. ეზრა ნეემიას დროის ღმერთთავარი არის პროტოტიპი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ყველა ღვთისმოსავი მსახური. მე წაგიკითხავთ ეზრას მე-7 თავიდან, მე-6-დან მე-10 მუხლების ჩათვლით. ეს ეზრა ამოვიდა ბაბილონიდან, უფლის ისრაელის ღმერთის მიერ მოსესთვის მიცემულ რჯულში განსწავლული წიგნობარი იყო იგი. ყოველივე მისცა მას. მისი თხოვნებისამებრ მეფემ, ვინაიდან უფლის მისი ღმერთის ხელი იყო მასზე. ამოვიდნენ იერუსალიმში ისრაელის ზეთაგან ღუდლები, ლევიანი, მგალობელნი, კარიბჭის მცველი, ნეთინელნი, ტაძრის მსახურებისთვის მიძღვნილი იერუსალიმში, ართახშასთას მეფობის მე-7 წელს და მივიდა იგი იერუსალიმში მეფობის მე-7 წლის მე-5 თვეს. ბაბილონიდან პირველი თვის პირველ დღეს გამოვიდა, იერუსალიმში კი მე-5 თვის პირველ დღეს მივიდა, ვინაიდან მისი ღმერთის კეთილი ხელი იყო მასზე. ნახეთ, მე-10 ახლა მუხლი, აი ეს მქონდა მოყვა, რადგან გულში ჩაიდო ეზრამ უფლის რჯულის ძიება, მისი შესრულება და წესებისა და დადგენლების სწავლება ისრაელში. აი ეს მე-10 მუხლი მქონდა, უბრალოდ მე კონტექსტისთვის მე-6-დან წაგიკითხეთ. ჯონ მაკარტური აგრძელებს, ეს გაკვეთილი მამაჩემისგან ვისწავლე, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ეკლესიის მოძღვარი იყო, ხოლო ჩემთვის კი პატიოსნების მაგალითი. ისევე როგორც მისი მამა მის წინაშე იყო ამის ეტალონი. პირველად მაშინ დავიწყე იმის გაცნობიერება, თუ რამდენად რთული შეიძლება ყოფილიყო ის ომი, რომელშიც მე 20 წლის ასაკში ახალგაზრდა მამაკაცმა დავიწყე ჩართვა. სულ რაღაც თვე იყო გასული, მოძღვრად რომ დავიწყე მუშაობა აქ ამ სათემოში და მაშინ თხოვეს ჩვენი ეკლესიის ერთ-ერთი გოგონასათვის ქორწილის ჩატარება, რომელიც ურწმუნოზე უნდა დაქორწინებულიყო და ამას გეგმავდა. ეკლესიის საბჭოს ხტომაზე ზოგიერთმა ლიდერმა მირჩია ქორწილი ჩამეტარებინა, რადგან გოგონას მამა გავლენიანი კაცი იყო. ეკლესიის კეთილდღეობისათვის
ბევრი რამ იყო სასწორზე დადებული ამ შემთხვევის გამო. მითხრეს მათ. შეიძლება ეს ოჯახი ეკლესიისთვის დაგვეკარგა, თუ არს ვიტყოდი ამ რიტუალის ჩატარებას. მე უთხარი, მაგრამ ამის გაკეთება მე არ შემიძლია. არ შემიძლია იმის გაკეთება, რასაც წმინდა წერილი აშკარად გძალავს. მორწმუნეები არ უნდა იყვნენ უცხო უღელში ურწმუნოებთანო. მეორე კორინთელთა 6:14. ისინი უკვე მზად იყვნენ ამისათვის და მიპასუხეს. კარგით, ჩვენ გვესმის თქვენი გრძნობები. ჩვენ ვიცნობთ მოძღვარს სხვა ადგილიდან, სხვა ეკლესიიდან, რომელიც მოვა და გააკეთებს ამას აქ, ამ ეკლესიაში, რათა ეს გოგონა ამ ეკლესიაში დაქორწინდესო. მე ვკითხე მათ, მაგრამ კითხვას მაქვს თქვენთვის, ვისია ეს ეკლესია? ეს თქვენი ეკლესია, თქვენი შეხედულებისამებრ, რომელიც გინდათ ისე გამოიყენოთ, როგორც თქვენ გინდათ, თუ ეს არის ქრისტეს ეკლესია მეთქი. მათ და საპატიცომო უნდა აღვნიშნო, რომ გადაიფიქრეს და მითხრეს, მართალი ხართ, ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ. ეს ქრისტეს ეკლესია იყო. ეს იყო გარკვეულად რუბიკონის გადალახვა ჩვენი მადლის სათემოს ეკლესიისათვის. ეს იყო მომენტი, როდესაც ჩვენი საკრებულოს მომავალი გადაწყდა. დიახ, მთელი ოჯახი წავიდა და რამდენიმე სხვა ადამიანმაც დატოვა ეკლესიის წევრობა ამ ინციდენტის გამო. მაგრამ ჩვენ, როგორც უხუცესებმა იმ დღეს გადავწყვიტეთ, რომ არა მხოლოდ ღვთის სიტყვას ვიქადაგებდით, არამედ ველოდით, რომ ის ეკლესიის კორპორატიულ პრაქტიკულ ცხოვრებაშიც იქნებოდა განხორციელებული. ღვთის სიტყვისადმი ამგვარმა მორჩილებამ წლების განმავლობაში ჩამოაყალიბა და გამოაწრთო ჩვენი მსახურება. ეს ჩანს ჩვენი თაყვანისცემის წესშიც კი, ჩვენ აქ არ ვართობთ ადამიანებს სანახაობებით, ჩვენ არ გვაქვს ძაღლების გამოფენა, პონების შოუ, რასაც აკეთებენ სხვა ეკლესიები, რომ დააკავონ მრევლი და გაიმრავლონ მრევლი, ჩვენ ვიკრივებით მხოლოდ ღმერთის თაყვანისცემისათვის, ქრისტეს განსადიდებლად და მისი ღვთის სიტყვის მოსასმენად. ჩვენ ვიცავთ ეკლესიის დისციპლინას, როგორც აღწერილია ეს მათეს მე-18 თავში. მე მე-15 მუხლიდან წაგიითხოვთ. თუ შენი ძმა შეცოდავს, მიდი და ამხილეგი. როცა მარტონი იქნებით, თუ გაიგონებს, შეგიძენია შენი ძმა. ხოლო თუ არ გაიგონებს, წაიყოლე კიდევ 1 ან 2 სხვა, რათა 2 ან 3 მოწვის პირით გამტკიცდეს ყოველი სიტყვა. თუ არც მათ გაუგონებს, ეკლესიას უთხარი. ხოლო თუ არც ეკლესიას გაუგონებს, მაშინ იყოს იგი შენთვის როგორც წარმართი ან მებაჟე. ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, რასაც დედამიწაზე შეკრათ, ზეცაშიც შეკრული იქნება, ხოლო რასაც გახსნით დედამიწაზე, გახსნილი იქნება ზეცაშიც. ასევე ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, თუ ორი თქვენგანი შეთანხმდება დედამიწაზე ნებისმიერ რამეს და ითხოვენ, მიეცემათ მათ ჩემი მამისაგან, რომელიც ზეცაშია. ვინაიდან სადაც 2 ან 3-ია შეკრებილი ჩემი სახელით, მეც იქ ვარ მათ შორის. ჯონ მაკარტური აგრძელებს, ჩვენ ვცდილობთ დავემორჩილოთ იმას, რასაც წმინდა წერილი გვასწავლის, რაც არ უნდა პოლიტიკურად არაკორექტული, ან კიდევ მოდურად ჩანდეს ეს. და იმ დროს არამოდურად ჩანდეს ეს. და იმ დროს, როდესაც ბევრი ეკლესია სულ უფრო და უფრო ემსგავსება ამ წუთის სოფელს, ჩვენი მიზანია სულ უფრო და უფრო მეტად შევესაბამებოდეთ წმინდა წერილში დადგენილ სტანდარტებს. ღმერთმა აკურთხა ეს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენი უხუცესები ცდილობენ ბიბლიური მთლიანობის სტანდარტების დაცვას ლიდერობის ყველა დონეზე. სამწუხაროდ დღეს ევანგელისტური მოძრაობა შორდება ამ ფუნდამენტალურ პრინციპებს და უკვე დაიწყო პოსტმოდერნული იდეების კრიტიკის გარეშე მიღება. ევანგელიზმი კარგავს საყრდენს, ხალხი ზდობა წმინდა წერილის მიმართ იკარგება, ეკლესია კი იკარგავს მის მანდატს, რომ იყოს მოწმე. სულ უფრო ნაკლები ქრისტიანი ცდილობს წინაუდგეს ამ თაობის ტენდენციებს და შესაბამისად შედეგებიც კატასტროფულია. სუბიექტურობა, ირაციონალურობა, ამქვეყნიურობა, გაურკვევლობა, კომპრომისი და თვალთმაქცობა უკვე ჩვეულებრივი მოვლენა გახდა ეკლესიებსა და ორგანიზაციებში, რომლებიც ოდესღაც ევანგელისტურ მეინსტრიმს წარმოადგენენ. დარწმუნებული ვარ, ერთადერთი განკურნება პოსტმოდერნული ღირებულების შეგნებული, სრული უარყოფათა ბიბლიური ქრისტიანობის ამ 6 განმასხვავებელი მახასიათებლისადმი დაბრუნება. ჩვენ ერთგული უნდა ვიყოთ ჩვენთვის მონდობილი ჭეშმარიტების საგანძურის დასაცავად. მეორე ტიმოთე 1:8. მე წაგიითხოვთ თლიანად ამ ნაწილს. 8-დან მე-14 მუხლამდე. მეორე ტიმოთე პირველი თავი. მაშინ შეგწყვება ჩვენი უფლის მოწმობისა, ასევე ნურც ჩემი მისი პატიმრისა, არამედ იტანჯე ჩემთან ერთად სახარებისთვის ღვთის ძალით, რომელმაც გვიხსნა ჩვენ და მოგვიხმო წმინდა მოწოდებით, არა ჩვენი საქმეების მიხედვით, არამედ თავისი განსაზღვრითა და მადლით, რომელიც მოგცვა ქრისტე იესოში საუკუნეთა უწინ. ახლა კი გამოგვეცხადა ჩვენი მხსნელი ქრისტეს იესოს გამოჩენით, რომელმაც გააბათილა სიკვდილი და სინათლე მოფინა სიცოცხლეს და უკვდავება სახარების მეშვეობით, რომლის მოქადაგედ მოციქულად და მასწავლებელადაც ვარ დადგენილი. ამ მიზეზით ვიტანჯები ასე, მაგრამ არ მცხვენია, რადგან ვიცი, ვინ ვიწამე.
და მწამს, რომ ძალუც მას იმ დღემდე დაიცვას ის საწინდარი, რომელიც მომედო. ჩაეჭიდე საღი სიტყვების ნიმუშს, რაც შემგან მოისმინე რწმენითა და სიყვარულით, რომლებიც ქრისტე იესოშია. შეინახე კეთილი საწინდარი სული წმინდის მეშვეობით, რომელიც მკვიდრობს ჩვენში. და ჯონ მაკარტური ესე ასრულებს ამას. თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, მაშინ ვინ გააკეთებს ამას? ეს იყო თლიანად ეს წიგნი, მადლობა მოსმენისათვის.